მოგესალმებით. ამჟამინდელი საუბარი ეხება ისეთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ადამიანური აზროვნება. კერძოდ კი განვიხილავ იმას, თუ რამდენად აქვს მას იმის შემძლეობა, რომ ჭეშმარიტებას დაუახლოვდეს ან დაშორდეს, და თანაც რა არის ყოველივე ამის მიზეზი. სამისოთ კი საჭიროა ჭეშმარიტების რაობის შესახებ გავაკეთო კომენტარი ძალიან მარტივი განსაზღვრებით, ხოლო რაც შეეხება მისი განმარტების ბიბლიურ ვერსიას, ის კი უკვე მაქვს წარმოდგენილი. თუ რა არის ჭეშმარიტება, ამ საკითხზე საკმაოდ მრავალმხრივ აქვს ადგილი და ისეთ დასკვნამდე მისვლასაც კი, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს. თუმცა ვინ რას გულისხმობს მასში, ეს კიდევ საკითხავია. მე კი მოგახსენებთ იმას, რაც სათვალჩინო რეალობაა და მდგომარეობს შემდეგში. მატერიალური სამყაროსათვის არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც მისი შემქმნელის მიერ მხოლოდ მისთვის არის დადგენილი. ხოლო ამ სამყაროს მიღმა თუ რა ხდება და რა ჭეშმარიტება არსებობს, ეს მიუწვდომელია არა მარტო ადამიანური ცნობიერებისათვის, არამედ თვით ანგელოზთათვისაც კი. რაც შეეხება იმას, თუ რას წარმოადგენს ის მატერიალური სამყარო, რომლის შემადგენელი ნაწილი ჩვენ ვართ, ის გახლავთ ცის ყინულოვანი თაღებით შემოსაზღვრული სივრცე და მასში არსებული ყოველივე. მართალია ადამიანური თვალთახედვის საზომით იგი უზარმაზარი და უსასრულო ჩანს, მაგრამ მისი შემქმნელი ღმერთისათვის ასე როდია, არამედ შესაძლოა იმგვარი მოსულობისაცაა, როგორიც მაგალითად ადამიანისათვის მისივე შექმნილი კომპიუტერი. იმასაც დავამატებ, რომ ეს შედარება უმიზნოდ არ გამიკეთებია, რადგან ეს სამყაროც ზუსტად იმგვარი პრინციპით ფუნქციონირებს, როგორადაც კომპიუტერი. ამიტომაც მისთვის ჭეშმარიტებას ის წარმოადგენს, რა პროგრამაც მისმა შემქმნელმა დაუწესა მას, ხოლო მისი ბინადარი ადამიანისათვის გასაგებად კი სიტყვებად დაალაგა და მას ღმერთის მიერ დაწესებული კანონმდებლობა ჰქვია, რომლის კანონებიც ყოველი ადამიანის გონების მომცველობაშია დაფიქსირებული და რომელთა აზროვნებით შეცნობაც მოახერხა ადამიანთა გარკვეულმა კატეგორიამ და წმინდა წერილების სახით წარმოუდგინა თავის მოდგმას. ახლა კი 2 სიტყვით ვიტყვი იმაზე, რაც არაერთხელ მithქვამს და შეეხება ადამიანურ ფენომენს. ადამიანი არის ცოცხალი არსება, რომელიც შედეგია სულისა და სხეულის ნაერთით მიღებული გამთლიანებისა და რომლის სიცოცხლის უნარიანობაც დამოკიდებულია სხეულში სულის ფუნქციონირებაზე. სულის, რომელიც მომცველია პროგრამა გონების და სხეული კი პროგრამა აზროვნების. ხოლო თავად სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა კი განპირობებულია ამ ორი პროგრამის თანხმობის ნიადაგზე ჩადენილი ქმედებებით წარმოებულ ძალაზე. მოგახსენებთ იმასაც, რომ მატერიალურ სამყაროში ყოველივე ყოფითია და რა თქმა უნდა სულიც. კერძოდ კი იგი მატერიის ის სახეა, რასაც მეცნიერება ველს უწოდებს. მართალია ადამიანური თვალთახედვა მას ვერ ხედავს, მაგრამ მისი არსებობის დასტური სხეულის სიცოცხლის უნარიანობაა, რაც მაშინვე დასრულდება, როგორც კი სული განშორდება სხეულს. ვიმედოვნებ შევძლებ იმას, რომ საყოველთაოდ გასაგებად წარმოვადგინო ის, რისი თქმაც მსურს. ამიტომ გთხოვთ ყურადღებას. მართალია ადამიანს მიცემული აქვს მოქმედების თავისუფალი ნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ღმერთის მიერ დადგენილი იმ კანონმდებლობის შეცვლა, რომელიც შემქმნელმა თავის ქმნილება მატერიალურ სამყაროსა და მის შემადგენლობაში მყოფ ყოველივეს თავისი შემადგენლობის და გათვალისწინების შესაბამისად დაუდგინა. ადამიანის თავისუფალი ნება იმას გულისხმობს, რომ მას შეუძლია არჩევანი გააკეთოს იმაში, დაიცვას თუ დაარღვევოს ღმერთის მიერ ადამიანისათვის დაწესებული საციცოცხლო მნიშვნელობის კანონები. ცხადია, რომ მათი დაცვით იცოცხლებს ბედნიერად და ჯანმრთელად, ხოლო დარღვევებით კი უბედური ცხოვრებით დაასრულებს ამ ქვეყნიურ არსებობას. რატომ სჭირდება ადამიანს მათი დაცვა? ვეცდები ძალიან მარტივად გავცე ამ კითხვას პასუხი. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი არის ქმნილება. ქმნილება კი საარსებოდ საჭიროებს საფუნქციო ინსტრუქციას. მისი აუცილებლად შესრულებაც მისი მოვალეობაა საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს არსებობა. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ინსტრუქციით მითითებული წესების დაცვა? ცხადია, მისი არსებობა ხარვეზებით წარიმართება, ხოლო საბოლოოდ კი მწყობრიდან გამოვა და უფუნქციო გახდება. რასაც ადამიანის შემთხვევაში უიღბლოდ და უბედურად ცხოვრება და საბოლოოდ სიკვდილით დასასრული ჰქვია. მაგრამ არც იმის არ აღნიშვნა შეიძლება, რომ ქმნილების ხარვეზით ფუნქციონირება იმ ადგილ-გარემოსაც აზიანებს, სადაც თავად იმყოფება.
აი სწორედ ამ ადგილგარემოზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება და გაცნობოთ ის, რაც ჯეროვნად არავინ იცის და ეხება სულს. მასზე გეტყვით იმას, რომ იგი სხეულს რომ ზრდის და მის სიცოცხლეს უზრუნველყოფს, ეს ცოდნა ასე თუ ისე ცნობილი ადამიანთა გარკვეული ნაწილისათვის მაინც. თუმცა საიდან აქვს მას ამის ძალა, ამაზე სათანადოდ არავინ დაფიქრებულა. რაც იმის მიზეზია, რომ ადამიანებს წესიერად ისიც კი ვერ აქვთ შეცნობილი სული აქვთ თუ არა. როცა ამის მისახვედრად ისიც საკმარისია, რომ სულს გაყრილი სხეული, რომელსაც ხილული სახით არც არაფერი მოკლებია, ვეღარ აგრძელებს სიცოცხლეს და გვამად გადაიქცევა. დიახ, ეს ისეთი თვალსაჩინო ფაქტია, რომ წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო სულის არსებობის მისახვედრად, მაგრამ ადამიანური აზროვნება ამას ვერ ხვდება. და ვერ ხვდება იმიტომ, რომ მას საკმაოდ აკლია გონიერება. დიახ, გონიერება და არა ნიჭიერება, რადგან ეს სრულიად სხვადასხვა რამ არის და სამწუხაროდ ადამიანებს ისინი ერთმანეთში ერებათ. ახლა კი სულის ძალის თაობაზე გავაგრძელებ საუბარს და გეტყვით იმას, რომ სულს შეუძლია ადამიანი არა მხოლოდ აცოცხლოს, არამედ ისეთი ქმედებებით ჩაადენინოს, რითაც შესაძლებელია დედამიწურ გარემოში მკვეთრი ცვლილებების გამოწვევა. რისი ძალაც მას იმიტომ შესწევს, რომ კოსმოსურ მიზიდულობას არის დაქვემდებარებული. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მისი ძალა ბევრად აღემატება დედამიწურ მიზიდულობაში მოქმედ ძალებს. აი სწორედ ამიტომ ამბობს ღმერთი ადამიანზე იმას, რომ ხელმწიფება აქვს ნაბოძები მიწიერებაზეო. მისი შესაძლებლობაც მას ეძლევა სულისმიერი ძალით და არა ხელისმიერი შესრულებული ქმედებებით. ამასთანავე იმის ცოდნაც აუცილებელია, რომ სწორედ სულისმიერი გონების დამსახურება იმ ნიშთა და უნართა ჰქონა, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი ქმნის ისეთ რამეებს, რასაც ჩვენ მეცნიერულ-ტექნიკურ მონაპოვარს ვუწოდებთ და მათი მეშვეობით კი ხდება განხორციელება ისეთი პროცესებისა, რომელიც ადამიანურ ძალისხმევას ბევრად აღემატება. როგორც უკვე მოგახსენეთ კიდეც, სული კოსმიური ენერგიით დამუხტული ველია და მისი ფუნქციონირება ემყარება იმ პროგრამას, რომელსაც გონება ჰქვია. მაგრამ ადამიანში მხოლოდ გონება როდი ფუნქციონირებს, არამედ აზროვნების პროგრამაც, რომელიც სხეულისმიერია და ემყარება გონების ძალით შექმნილ გრძნობათა ხუთეულის ფუნქციონირებას და მათი ხარისხი კი სხეულისმიერ ნივთიერებათა ცვლის პროცესის სათანადოდ შესრულებაზეა დამოკიდებული. ყოველივე ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ კი თავად განსაზღვრეთ, როგორი თანაბარდობა იქნება მათ ძალებს შორის. ერთი მხრივ მთელი სამყაროს ენერგიაზე დაყრდნობილი გონება და მეორეს მხრივ დედამიწურ ენერგიას დაყრდნობილი აზროვნება. ალბათ კომენტარი ზედმეტია. თუმცა აზროვნებასაც შეუძლია ძალის სიძლიერე გაიზარდოს, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი სულის გონების პროგრამას ჯეროვნად გააქტიურებს. რის შესრულებაც შესაძლებელი არის ღმერთის მიერ დადგინილი კანონების დაცვით. აი, სწორედ ამაში მდგომარეობს ქრისტეობის ფენომენი. გონებისმიერი აზროვნების მფლობელობა. რაც იმას ნიშნავს, რომ აზროვნება მჭიდროდ არის მიმული გონებაზე და მისი ძალის გამოყენება ძალობს. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ იმ ძალას, რომელზედაც ახლა ვსაუბრობ და რომელიც სულისმიერ კოსმიურ ძალას წარმოადგენს, ჩვენ მას სულიწმიდის ძალის სახელით ვიცნობთ. რომლის საწინააღმდეგო ძალასაც სატანური ძალა წარმოადგენს და იგი შექმნილია გონების კანონების გაუკუღმართებული სახით დაცვის დროს გამომუშავებული ენერგიით. ამიტომ ასეთი კატეგორიის ადამიანთა სიმრავლით ცხადია, რომ ეს ძალა გაძლიერდება და საწინააღმდეგო იქნება იმ ძალისა, რომლის ფუნქციონირების შედეგადაც ხდება დედამიწური გარემოს ისეთი სახით დარეგულირება, რომელიც საჭიროა მასზე ადამიანის სასიცოცხლო პირობების საარსებოდ. აი სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რაც დღეს ხდება დედამიწაზე. რასაც კომენტარი უკვე აღარ სჭირდება, იმიტომ რომ სტიქიურმა კატაკლიზმებმა უკვე ყველა ქვეყანას დაატყო თავისი კვალი. თუმცა რაც მოხდა, ის ჯერ კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოსასვლელია და რაც იმის გამო ხდება, რომ ის ცოდნა, რაც იესო ქრისტეს ჰქონდა და რომელიც ამჟამად უკვე საქვეყნოდ და ყველასათვის ხელმისაწვდომად არის გამოქვეყნებული, ზუსტად იმ სახელწოდებით, რასაც ბიბლია წინასწარმეტყველებდა, არ არის მიღებული მსოფლიო მოსახლეობის მიერ. ამიტომ კვლავ და კვლავ განვაცხადებ იმას, რაც ბოლო 10 წლებია ვაცხადებ გაფრთხილების სახით. შეისმეს მას ვინმე, მაშინ შეძლებს თავის გადარჩენას იმისაგან, რაც დაწყებულია და აღარ შეჩერდება მანამ, სანამ არ დასრულდება. რაც იმ მასშტაბის ცვლილებია, რომ ადამიანის ხელით შექმნილი ვერანაირი ტექნიკა ვერ შეძლებს ვერც მის შეჩერებას და ვერც წინააღმდეგობის გაწევას საიმისოდ, რომ ადამიანთა სიცოცხლე გადაარჩინოს. გამოსავალი კი
არსებობს და ის ერთადერთია მხოლოდ, რაც არის იმ ცოდნის კარგად შეცნობა და მისი იმითითებების გამოყენებით ცხოვრების გაგრძელება, რომელიც ცოდნასაც მე გთავაზობთ. ამასთანავე მინდა მასთან მიმართებით რაღაც გავუწყოთ და ამით იმ კომენტარსაც გავცემ პასუხს, რომლითაც მაფრთხილებდა, რომ აზროვნება იტყუება. მოგახსენებთ, რომ ადამიანური აზროვნება თუ რამდენად სწდება სიმართლეს, ეს დამოკიდებულია მისი პატრონის რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელზე. რამდენადაც ჭეშმარიტი რწმენის მქონე ადამიანთაგან არავინ არის, შესაბამისად, ვერც ვერ ამიქნება მუდამ სიმართლით მოაზროვნე, მაგრამ არსებობს ისეთი გზაც, რომელიც ადამიანს მიახვედრებს იმას, რომ მისი ნაზრევი სიმართლეს აცდენილია და აიძულებს მას, რომ ის გაასწოროს. მაგრამ ასეთი უნარი ყველას როდი ეძლევა. არამედ მხოლოდ იმას, ვინც შეისის ხორცებს ხრისაგან დადგენილ კანონმდებლობას, რაშიაც რა თქმა უნდა იგულისხმება კანონთა საფუძვლიანად ცოდნა და მათი უპირობოდ დაცვა. დიახ, თუ კი ასეთ რამეს მიაღწევს ადამიანი და მოხდება ისე, რომ მისი ნაზრები ასწდება სიმართლეს, მაშინ დაუყოვნებლივ ამოქმედება მასში არსებული გონების საზომი და უჩხვლეთს ისეთ ისას, რომელიც მიახვედრებს იმას, რომ სწორად ვერ იაზროვნა. ამიტომ დაიწყებს სიმართლის ძებნას იმ მეთოდით, რომელიც გონებისაგან აქვს დაბოძები და აუცილებლად მიაღწევს კიდეც შედეგს, რასაც იმით მიხვდება, რომ სამყარო დაუდასტურებს ფაქტებით. ამით იმის თქმამ სურს, რომ სწორედ ასეთი წესით არის მოძიებული ის ინფორმაცია, რასაც ჩემგან იღებთ. არავის ეგონოს ის, რომ საამბიჟოდ მარტივი გზის გავლა მომიწია. არამედ პირიქით, ურთულესი წვრთნა გავიარე და ამჟამადაც ამ რეჟიმით ვცხოვრობ. ხოლო ყოველივე ეს იმიტომ ჩათვალა საჭირო უფალმა, რომ ის ცოდნა მომეპოვებინა და საქვეყნოდ განმეცხადებინა, რომლის გამოყენების გარეშეც თავს ვერ გადაეჭეს ადამიანთა მოდგმა დაღუპვისაგან. შემქმნელს კი არ სურს ის, რომ მისი ქმნილება განადგურდეს. მოკლედ პირდაპირ ვიტყვი სათქმელს, რადგან დრო აღარ დარჩა იმისა, რომ შემოვლითი გზის მაგალითების ფონზე ვისაუბრო. ამჟამად ძალზე სავალალო მდგომარეობაშია კაცობრიობის ბედი, ვინაიდან ადამიანთა მოდგმისათვის დადგენილი საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა, რომელიც ითვალისწინებდა ადამიანური გრძნობების გაზრდას, უკვე სასრულ სტადიაშია. ხოლო გრძნობათა ზრდასრულად ჩამოყალიბება კი თავისთავად გულისხმობს მათ მიერ აწარმოები ენერგიის სიმძლიერის ამაღლებას. რადგანაც ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობის დაცვით არც არავის უცხოვრია, ამიტომ ცხადია ის, რომ სატანური ძალის ძლიერება გაზრდილია და მიღწეულია საგანგაშო ნიშნულამდე. რაზედაც მოგახსენებთ იმას, რომ როგორც გონიერი აზროვნების ძალით არის შესაძლებელი ქრისტეს ფენომენის მქონე ადამიანის არსებობა, ასევე გაუკმართებულად მოაზროვნებით მიღებული ენერგიით არის შესაძლებელი ანტიქრისტეს ფენომენის მქონე ადამიანის არსებობაც. სამწუხაროდ მისი შექმნა მოახერხა კაცობრიობამ და ის კი დღეს ჯერ კიდევ იმყოფება ამ ქვეყნად. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ადამიანთა გონების დაბლოკვა სრულად ჩაკეტვის დონესთან ძალიან არის მიახლოებული, რაც გარდაცვალების დადგომის აუცილებლობას მოასწავებს. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ თეორიული მსჯელობის ფონზე არ ვაცხადებ, არამედ იმ ფაქტების არსებობის ფონზეც, რომელიც არიან აღსასრულის დადგომის მაუწყებელი იმ კანონის აღსრულების გამომხატველნი, რომელი კანონიც იუწყება იმას, რომ რაც რამ უწმინდურებაა, ის წმინდად იქნებოდა მიღებული ადამიანთა მიერ. მართლაც ასე არ არის დღეს ყოველივე. განადაფასებული და მოწონებული არ არის ყველაფერი ის, რაც ღმერთის კანონმდებლობით დაგმობილია. დიახ, ასეა, ამიტომ მსოფლიო მოსახლეობის მიერ წარმოებული ენერგია უკვე იმ დონის წინააღმდეგობას უწევს სამყარულ ძალებს, რომ დედამიწის პოლუსების გადახრაც კი მოხდა. რაზედაც შეგახსენებთ იმას, რომ სწორედ მათი 90 გრადუსიანი ცვლილება გახდა მიზეზი ნოეს დროინდელი წარღვნისა. ამიტომაც სწორედ მისი სიმბოლურ აღნიშვნად უწოდეთ თანამედროვე ნოეს კიდობანი იმ ცოდნას, რასაც გაწვდით, რადგან სულ მთლად იმ ფორმითა და შედეგებით არ მოხდება დედამიწის პოლუსთა გადახრის ფაქტებით გამოვლენა, რაც ნოეს დროს იყო, მაგრამ არც ძალიან ბევრი დააგრდება. ამიტომ კვლავ გავიმეორებ. არც ფული, არც თანამდებობა, არც რაიმე დაცვითი მექანიზმით აშენებული შენობა, ეგრეთ წოდებული ბუნკერი ვერ დაიცავს ადამიანებს. რადგან მიწები ჩაიშლება, ზღვები და ოკეანეები გადმოვლენ ნაპირებიდან, მდინარეები ღვარცოფებად გარდაიქმნებიან, ქარიშხლები გააცამტვრებენ არემარეს და ცეცხლი გადაბუგავს რიგ მხარეებს. მხოლოდ ისეთი ადგილი გადარჩება წაულეკავი, რომელზეც ისეთი სულის მობინადრე იქნება, რომელსაც კოსმოსური მიზიდულობის ძალა დაიცავს. მეც ვეღარაფერს დავამატებ, რადგან რაც საცნობებელი იყო უკვე განვაცხადე და თანაც ის ცოდნაც ყველასათვის ხელმისაწვდომად გამოვაქვეყნე, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია მიმდინარე პროცესების გადალახვა და შემდეგ კი დამშვიდებულ გარემოში ცხოვრების ბედნიერად გაგრძელება. ნება კი თქვენია. გინდ ირწმუნეთ ის, რასაც გთავაზობთ და გინდ არა. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.